შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი 22. განდევნილნი. იმორ კვირაში გაიგებდნენ შეფიცულნი, თუ რა ყოფილა დასვენება. ან ეს რა არის წამიერად და გამწარებულ გულზე, მაგრამ მათთვის უეცრად ნეტარების კუნძულად გამოჩნდებოდა და ადამიანური ცხოვრების ფერით დაედებოდა. სულ მცირე, მაგრამ ანამ მცირეს დამწუნებელი ვინ იყო. გზა უნდა განეგრძოთ და ბედაურთა გაყიდვის ჟამიც დგებოდა. თვალდათვალ უნდა შეცვლილიყო მათი ცხოვრების წესი. სახსარის მოსაპოვებლად ეზრუნათ იმ გაუნელებელ მოლოდინში, რომ კვლავაც მოუწევდათ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებაც და გადამწყვეტი იერიშიც სახელმწიფოს აღსადგენად. სერვებეგი მოაყენებდათ 4 გერმანელ ინჟინერს, რომელთა სახელდახელო კომისია შეედგინათ და ცხენების შემოწმებას აპირებდნენ. გამოგვადგება თუ არაო. თვალს მიადევნებდნენ მათ გავლა-გამოვლას და უყოყმანო დღებულობდნენ. აგერ ქაქუცას ბედაურზეც მიმდგარა ჯერი. სულ ბოლოს კი ალექსანდრე სულხანიშვილმა თავისი კუპრივით შავი ჩერქეზული ჯიშის მერანი უნდა გამოიყვანოს, რომელსაც მანეთიანი სტოლა თეთრი უშვენებდა შუბლს. მართლაც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა ის დალოცვილიო. აღმოხდება მემუარისტს და გრძნობ, როგორ ეღვრება გულში ცრემლი და არა მარტო კომისიის წინ დგარს, არამედ ამ სტრიქონების წერისასაც. მისი ლამაზი უნაგირიც იამაყებოდა, განსაკუთრებულ ლაზათს რომ მატებდა ბედაურის მშვენებას და გულშიც არ გაივლებდა მის გაყიდვას, რადგან საფრანგეთში უპირებდა წაღებას. თუმცა ქაქუცა უნდა მივიდეს მასთან და უთხრას, ხომ ხედავ, რა დიდი სიკეთე გვიყო სერვებეგმა. მოდი, შენი უნაგირი უფეშქაშე, იცოდე, დიდად გაეხარდება. და ამან ოდნავადაც არ უნდა იყოფმანოს, ისე გადაულოცოს ის ჩერქეზული ცხენსაკაზმი თავიანთ კეთილის მყოფელს. ხოფაში ჩასულების თვალწინ ზღვის usazღრო სივრცე რომ გადაიშლებოდა, გაოგნებული მიაჩერდებოდა შამილა იქაიძე. რამოდენა ტბა ყოფილა ეს ტიალიო. ხოფაში 6 თუ 7 ქართველი დახვდებოდათ მიამბოხეთა იმ რაზმიდან 24 საათით ადრე რომ გამოვიდა ჭიათურაში. ამათ დამარხეს აჯანყებაო. ბაგეზე მოადგებოდათ შეფიცულებს, თუმცა თქმას კი ყოველი მათგანი მოერიდებოდა. თუ სასაყვედურო იყო რაიმე, უპირველესად ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა დამუნათების უფლება და რაკიღა მას საყვედური არ დასცდენია, სხვა შეფიცულნიც ძალაუნებურად გაკმენდნენ ხმას. ჭიათურელთა გუნდიდან განსაკუთრებულ ყურადღებას შალვა ბერიშვილს მიაქცევდნენ, ნოე რამიშვილის დისწულობისათვის კი არა, იმ ცოტა არ იყოს უცნაური საქციელისათვის, მუდამ ჩემოდნით რომ დაიარებოდა და ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე. გემის მოლოდინში რამდენიმე დღეს ხოფაში რომ მოუწევდა დარჩენა და ერთმანეთსაც კარგად გაიცნობდნენ. დათიკო ელქუმაიშვილი, ჭიათურელ მიამბოხეთაგანი, ოღონდ არა გიორგი წერეთლის ჯგუფისა, ცალკე გაიხმობდა ალექსანდრეს, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილის კაცს და
რაკიღა თვითონ ვერ გაებედა იმასთან ამ თემაზე ლაპარაკი, ამას ამცნობდა. შალვა ბერიშვილი სულ ჩემოდნით იმიტომ დაიარება, რომ ჭიათურიდან წამოღებული ფულით არის გამოტენილი. ჭოროხზე გადმოსვლისას ფული დასველებიათ და ბერიშვილი ერთი ლაზის ოჯახში აშრობს. ეს თანხა საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ ეს ჯგუფი ამას არ აღიარებს. არც არავითარ საერთო საქმეს მოახმარენ, გაინაწილებენ და ნელ-ნელა თვითონვე შეჭამენო. ქაკუცასთან რა იყო შესათანხმებელი? მას უნდა დაერთო ნება მისი სახელით ემოქმედათ, წაერთმიათ იმათთვის ეს ფული და საფრანგეთში ჩასვლისთანავე სათვის ტომოში განეცხადებინათ. ქაკუცას სახელის ხსენებაც კი ნიშნავდა, რომ ბერიშვილი და მისი ჯგუფი შეკამათებასაც ვერ გაბედავდა. დათიკო უჩვენებდა კიდეც ალექსანდრეს, საჩრებოდა ის ბანკნოტები, რაოდენობა არ იცოდა, თუმცა მიხვედრით ადვილად მიხვდებოდი, რომ დიდი თანხა უნდა ყოფილიყო. მცირე ფული არიდებოდა ჭიათურის მადნეულის სალაროში. ალექსანდრე უყოყმანოდ დაეთანხმებოდა. თავისთვის ხომ არ აპირებდნენ წართმევას, სათვის ტომოს ჩაუტანდნენ და რაიმე ეროვნულ საქმეს მოახმარდნენ. ქაკუცასაც რა შეიძლება ჰქონოდა ასეთი ჩარევის საწინააღმდეგო? რამდენიმე კაცის შესაჭმელად გამზადებული ბანკნოტები საერთო სალაროში გადაინაცვლებდა და დაიმარტოხელებდა თუ არა მეთაურს, წვრილად უამბობდა დათიკოს ნალაპარაკებს. ერთხანს ჩაფიქრდებოდა ქაკუცა. სული გადაელეოდა ალექსანდრეს, საფიქრალი განა რა არისო. ის კიდე უფრო გააოცებდა დევნილი ბელადი უარს რომ განუცხადებდა. რა სიტყვიან ქართველები პარიზში, რომ ჩვენ გატაცებული ფულის გულისათვის ჩხუბი მოგვიხდეს? გარდა ამისა, პოლკოვნიკი წერეთელიც ხომ გაჭუჭყიანდება, ეგ პატიოსანი კაცი. ცხადია, ხმა მაშინვე გავარდებოდა. ქაკუცას ფული წაურთმევია ჭიათურელებისათვის, იმათი ნაძარცვი ამას მიუთვისებიაო და გემტკიცებინა მერე ის თანხა უკლებლივ ჩაუთვალე ქართულ სათვის ტომოსო. თანაც დაუკვირდით, როგორ უფრთხილდება ქაკუცა სხვათა სახელსა და რეპუტაციას. რაკიღა სვიმონ წერეთელიც მონაწილეა ჭიათურის მღელვარე ამბებისა, ამ ფულის ირგვლივ ხმაური რომ ატყდება, ვაი თუ უნებურად ისიც გაისვაროს. ამიტომაც ქაკუცას ურჩევნია ისევ იმ თანხას შეელიონ. სავსებით დამაჯერებელია მისი ორივე არგუმენტი და მოგვიანებით ალექსანდრეც გაიზიარებს, მაგრამ იმ წუთას ეტყობა არ ეთანხმება და საპირისპირო საბუთებიც მოჰყავდა დათიკოს შემოთავაზების მორალური მხარის გასამართლებლად. მემუარებში მხოლოდ მინიშნებულია, ასე კიდევ მრავალი მიზეზი წამომიყენაო, მაგრამ ეს მინიშნებაც ყმარა იმ საუბრის ზოგადი სურათის აღსადგენად. მრავალი მიზეზის წამოყენების აუცილებლობას მარტოდენ საპასუხო არგუმენტები გამოიწვევდა, თორემ იმ ორ დასაბუთებას რაღა დამატება ესაჭიროებოდა. უთხარი დათიკოსაც და თავი დაანებეთ ამ საქმეს. იქნებ მაგათ თავიანთი ნებით განაცხადონ და ფული თვითონვე მოანდომონ საერთო საქმეს, ურჩევდა ბელადი. იქნებ თავიანთი ნებით განაცხადონო. მაინც რა გულუბრყვილოა ქაკუცა ჩოლოყაშვილი. ამდენმა ჭირ ვარამმაც კი ვერ დაარწმუნა ადამიანის ორპირობასა და გაუტანგობაში, თაღლითობასა და მომხვეჭელობაში, თვალთმაქცობასა და სიცრუე ბოროტებაში. თუ ვინმეს მოეხსენება ვინაა გიორგი წერეთლის ჯგუფი,
ან რას ნიშნავს ტრაგიკულ ჟამს სალაროდან ფულის გატაცება, ქაქუცას მოეხსენება. ესენი ნამდვილად არ არიან ის პიროვნებანი, რომელნიც პატიოსნებით განთქმულან და თუ წამიერად მოდუნებიათ ნებისყოფა და მოუნდომებიათ რაღაც ზედმეტ ირგუნონ, სტუნებისაგან გამოფხიზლებულნი, სასწრაფოდ შეეცდებიან მის გამოსწორებას. ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომელთაც საქვეყნო აჯანყება გაწირეს პარტიულ ეგოიზმსა და სიხარბეს აყოლილებმა, ქონების მოხვეჭისაც და პოლიტიკური გავლენის მოპოვებისაც. ვერც მანამდე დაიკვეხნიდნენ დიდ კეთილშობილებით და მათ მიერ მადნეულის სალაროს გაძარცვაც მხოლოდ ერთს მეტყველებს. ამ ხელა სისხლის ღვრამ და ამ სისხლის ღვარში მათმა საკმაო დანაშაულებრივმა წვლილმაც ვერაფერი შეასმინათ და ლავაც ძველებურად აპირებდნენ ცხოვრების გაგრძელებას. ეს ფული რომ შემოეჭმევათ, სხვა ძარღვს დააცხრებიან და არც არასოდეს ინანებენ რაიმეს. რა საერთო საქმე, რომელი საერთო საქმე, მაგრამ ქაქუცას რომ მაინც სჯერა ადამიანის სულში რაღაც მტკიცე, გაუბზარავი ბირთვის არსებობისა, თან ეს მოსალოდნელი უსიამოვნო ხმები, ფულის გულისათვის უჩხუბიათო, თანაც სვიმონ წერეთლის სახელის შემღალვის მოსალოდნელობაც. ალექსანდრე დათიკოს რომ გადასცემდა წინამძღოლის მოსაზრებას, ეს ორნი თავისთვის მაინც მოითათბირებდნენ. ეს საუბარი ჩვენში დარჩეს და დაველოდოთ. თუ ისინი ოფიციალურად არაფერს განაცხადებენ, მაშინღა აღვძრათ ეს საკითხი ქართულ სათვისტომოშიო. ამას ისე იტყოდნენ ყოველ შემთხვევისათვის, თორემ დარწმუნებულნი იყვნენ, არც კრინს დაძრავენ და არც ქართულ საქმეს შეეწევიანო. ასეც მოხდებოდა, რასაკვირველია. ეს ორნი ერთხანს კიდევ იჭოჭმანებდნენ და ბოლოს მაინც ჩამოეხსნებოდნენ ამ ბინძურ და არასასიამოვნო საქმეს. ოღონდ ესეცაა, მთელი ეს ამბავი კიდევ ერთ შტრიხად თუ მოტივად შეავსებდა ჭიათურაში ნაადრევი გამოსვლის მიზეზებს შეფიცულთა თვალში. ფულის მსუნაგი, ზოგიერთი ქართველის ხასიათი ამათთვისაც ცნობილი გახლდათ. ყველაფერს რომ დათმობდნენ, ოღონდ იოლი გზით ეშოვნათ ბლომად თანხა. რა გასაკვირია, რომ ჭიათურაში სხვა ჯგუფსაც სჭეროდა თვალი მარგანეცის სალაროზე და რათა არავის დაესწრო, გიორგი წერეთლის ჯგუფს ეხელთა დრო და სწორედ ამისათვის მოეხდინა გამოსვლები დათქმულ დროზე 24 საათით ადრე. დაიმედებულებს, ერთი დღე განა ისეთი რა განსხვავებაა, ვერც კი მიხვდებიანო. არადა, იმას ვინჩივის ჩასulis უფლებას არ ზავრობისას ზღვარო მაწყენდათ, იქ ჩაღწეულებს ხმელეთზე, თურმე რუსებს შეფიცულთა გაცემა მოეთხოვათ თურქეთის მთავრობისათვის. ქაქუცა სასწრაფოდ აფრენდა დეპეშას ქემალ ფაშასთან და მისგან საიმედო პასუხსაც მიიღებდა. ვიდრე ნებას დართავდნენ პარტიზანთა მეთაურს ქალაქში გასვლისა, ქართველთა სათვისტომოს წევრები დავით შალიკაშვილი და ვანო ჯავახიშვილი მოინდომებდნენ ერთი დღეღამით მაინც მოეტარებინათ სტამბული ქაქუცასათვის. ქალაქის ნახვათ და უსაღადაც რომ არ ეგრძნო თავი გემზე გამოკეტილს. არადა,
თურქები მიყურადებულნი არიან და როგორ გინდა მათ თვალს გამოაპარო არამცთუ შეფიცულთა რიგითი წევრის, არამედ სულად წინამძღოლის ჩამოსვლა გემიდან. კაკუცა ისე აუფორიაქებია ამ შეთავაზებას, მანამდე თუ მშვიდად ელოდა ოფიციალურ ნებართვასა და მტკიცე დაპირებას, რომ ის და მისი რაზმელები რუსების ხელში არ მოხვდებოდნენ, ახლა ვეღარ ითმენს, რომ მიწაზე არ დადგას ფეხი. მარჯვეგზა გამოიძებნებოდა, מחვილ გონივრული ფანდი ჩამოაპარებდა ბელაც ქალაქში, ვითომ ავად შეიქმნებოდა და უნდა წოლილიყო. მის ნაცვლად გალაქტიონ ასათიანი გაეხვეოდა საბანში, კაკუცა კი ქალაქს დაივლიდა. ლტოლვილებს ეგრე ადვილადაც არ უშვებდნენ საფრანგეთში, ამიტომაც აქედანვე უნდა შეეცადოთ რაზმელების მოწყობა სამუშაოებზეო. შეწუხებული იერით ამცნობდათ სათვისტომოს თავმჯდომარე, მაგრამ ალექსანდრე სულხანიშვილს გული უგრძნობდა, რაღაცას თვალთმაქცობსო. იმისი ეშმაკური მახე კიდეც მალე გამომჟღავნდება, როდესაც ერთ დღეს თითქოს და გახარებული მივარდებოდა გემზე და შეფიცულებს შეატყობინებდა, სამუშაო აღმოგიჩინეთ, დაახლოებით 15 თუ 20 კაცისთვისო. სად და არხების სათხრელად პარაგვაისა თუ ურუგვაიში, 3 წლიანი კონტრაქტითო. ალექსანდრეს კარგად აღარ ახსოვს, რომელი ქვეყანა ახსენა თავმჯდომარემ. ის კი არასოდეს დავიწყებია გაგულისებულმა კინაღამ ხომალდიდან რომ გადმოუშვა კეთილის მსურველის ნიღბით მოსული თვალთმაქცი. ყველა შეფიცული მიხვდებოდა, სხვადასხვა სამუშაოებზე გვიპირებენ მოწყობას, რათა გაგფანტონო. თუ ასე არ იყო და თუ მართლა ლტოლვილების ბედზე ზრუნავდნენ გიორგი წერეთლის ჯგუფს, რატომ არ ასთავაზობდნენ იმავე მარშრუტს? იმათ თუ ჩაესულებოდათ პარიზში, ამათ რატომ არა? ამისთვის ვეგდე 3 წელიწადს მიწაზე ზამთარ ზაფხულ, რომ ახლა პარაგვაიში არხები ვთხარო, წონასწორობას დაკარგავდა ალექსანდრე და განაცხადებდა, მირჩევნია ისევ საქართველოში დავბრუნდე, რაც მომივა მომივიდესო. შამილ ლიქაძეც და სერგი მაისურაძეს მას ახვებოდნენ და სამივე ჭობას დაიწყებდა, როგორ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრამდეო. კაკუცა ძალიან შეწუხდებოდა და რაც არ ასჩვეოდა, ხვეწნას მოჰყვებოდა. არ ასჩვეოდა რა, თავს წირავდნენ და ეგაა მისი თანამებრძოლები, ჯოჯოხეთის წრეებს გამოღწეულთ, ასე ვაგლახად უნდა ამოხდომოდა სული და აღარ დაგიდევდა თავმოყარეობას კაკუცა, ოღონდაც ხვეწნა მუდარით მოელბო და გადაეთქმევინებინა თვითმკვლელობის ტოლფასი გამგზავრება, უპირველესად ალექსანდრე უნდა დაეყოლიებინა. ნუიზა მამას, ხომ დაიღუპებით, ნამეთნავად შენ, ოჯახი დაგეღუპება. მე გაძლევ პირობას, როცა პარიზში ჩავალთ, ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ ერთად ვიყოთ. მანამდე თურმე სათვისტომოს გამგეობას კაკუცაც დაეჯერებინა, ან კი როგორ ვერ დააჯერებდნენ ისეთ მიმდობ ადამიანს. საფრანგეთში ადვილად არ უშვებენ ლტოლვილებსო, მაგრამ დათიკო შალიკაშვილი და სხვები გადაარწმუნებდნენ, ნუ ენდობი ამათ ლაპარაკს. აქ სხვა მიზეზი იფარებაო. მიზეზის ახსნა არ დასჭირდებოდა ალექსანდრე სულხანიშვილს. აშკარა პარიზიდან მოდის ბრძანება, რომ ჩვენ საფრანგეთში არ შეგვიშვანო. პარიზიდან, ოღონდ ცხადია, არა ფრანგებისაგან.
ისინი კი არ უკეტავენ ქართველ პარტიზანებს თავიანთ მიწა-წყალზე შესასვლელ გზებს, არამედ იქ თავშეფარებული მენშევიკური მთავრობა. სტამბოლიდან რომ ვერ მოიშორებდნენ და პარაგვაიში ვერ უკრავდნენ თავს, მარსელში დაახვედრებდნენ ჭიჭიკო ასათიანს, რომელიც ყასიდის სინანულით მოახსენებდათ. ფრანგები პარიზში არ უშვებენ ლტოლვილებს, თუ მათ ბანაკში ფული არ აქვთ. ჩვენ ქაქუცას სახელით კი შევიტანეთ, მაგრამ ამდენი ხალხის სახელით არ შეგვიძლია ფულის შეტანა ბანკში. პირში ეცემოდა დათიკო შალიკაშვილი. ეს ხალხი 3 წელიწადი ტყეში ცხოვრობდა. ამათ ახლა უნდა მოვლა, თქვენ კი დახმარების მაგივრად პარიზშიც არ გინდა ჩაუშვათ. ალექსანდრეს ლამის გაეგლიჯა ჭიჭიკო და ეს სურვილი კარგახანს არც გაუნელდებოდა. ეგა ბელადი რომ შეამჩნევდა თანამებრძოლის აგიზგიზებულ მზერას, მოერიდებოდა აყალ-მაყალსა და ზედმეტ გართულებებს. გვერდიდან არ მოსცილდებოდა სოციალ-დემოკრატთა წარმომადგენელს და სასტუმრომდეც მიაცილებდა. მეორე დღეს კი განუცხადებდა, რადგანაც მთელი რაზმის შეშვება არ შეიძლება პარიზში, მაშინ მეც აქ დავრჩები ამათთან. პროტესტს გავდა და პროტესტიც იყო, სადაც მისი თანამებრძოლები თვითონაც იქ. ძალიან წაუხდებოდა გუნება ჭიჭიკოს და ალუღლუღდებოდა. როგორ შეიძლება რომ თქვენ პარიზში არ წამოხვიდეთო? ისეთი სკანდალი ატყდებოდა, არამც თუ ქართულ ემიგრაციაში გამოიწვევდა დიდ მითქმა-მოთქმას, დასავლეთის პოლიტიკური წრეებით დაინტერესდებოდნენ და ჩაერეოდნენ. ხუმრობა ხომ არ იყო, ასეთი სახელოვანი კაცი ამხელა იმპერიის წინააღმდეგ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული ისე გაეგულისებინათ თვისტომებს პარიზში განგზავრებაზე უარს ამბობდა. ბუნებრივია, ყველა შეეცდებოდა გაგულისების მიზეზის გარკვევას და მერე ჭიჭიკო ასათიანი ყოფილ მთავრობას შეუთვლიდა. აღარ ვიცი რა ვიღონო, ჩიხში ვარ მომწყდეული, ხვეწნა მუდარა არაჭრის და ან მთელი რაზმიც უნდა ჩამოვიდეს და ან ქაქუცა ჩოლოყაშვილიც მარსელში დარჩესო. იმად იქიდან უნდა დაყაბულდე, სხვა რა გზაო. და ჭიჭიკო თავს მოისაწყლებდა დევნილი ბელადის წინაშე. კითხოვენ ფრანგები ბანკში ფულის დადებას, განა არ ითხოვენ, მაგრამ ეს მთლად აუცილებელიც არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში რაღაც მოევლება. ჩვენ მხრივ თავს არ დავზოგავთ და ჩვენი მთავრობაც მოგეხსენებათ, როგორ გაფასებთ თქვენს და თქვენს რაზმელებსაც. აი ნახავთ, სულ მალე პარიზში თუ არ ვიქნებითო. შენ რა ეჭვიანი ყოფილხარო, რაღაც ამგვარს უთუოდ ეტყოდა ქაქუცა ალექსანდრეს. ნოე ჟორდანიას მთავრობის ფანდებს რომ მიაწერდი ამ გაუგებრობებს, აგერ როგორ ზრუნავენ, რათა პარიზში ჩასვლა გაგვიადვილონო. ეგეთი გულუბრყვილო დარჩები სიცოცხლის ბოლომდეო. ნაღვლიანად გაიფიქრებდა ალექსანდრე. არც ის შენათვალ შემონათვალი, არც ქაქუცას ის ფრაზა, არც ალექსანდრეს ეს განაფიქრი პირდაპირ არსად ამოიკითხება მემუარებში, თუმცა სტრიქონსა და სტრიქონს შორის
ის მკაფიოდ გამოსჭვივის თავისით გეცემა თვალში. სამაგიეროდ უშუალოდ გვამცნობს ეს ჩანაწერები, რომ ძალიან კარგად დახვედრიათ პარიზის ქართველობა. ეტუალის რაიონის სასტუმროებში ჩამოურიგებიათ და პირველ საღამოს სადილზეც დაუპატიჟიათ. სპირიდონ კედია ხომ დაესწრებოდა და დაესწრებოდა ამ წვეულებას და მასთან ერთად აკაკი ჩხენკელი და ევგენი გეგეჭკორიც. ყოველ მათგანს მგრძნობიარე სიტყვებით მიუმართავთ პარტიზანებისათვის, მაგრამ განსაკუთრებით სპირიდონის ეს ფრაზა ჩარჩებოდა ხსოვნაში: დიდ საქმეს ემსახურებით და უცხოეთში არ უნდა დახურდავდეთ. მიუხედავად დევნილობა გადმოხვეწისა, მოვალენი იყვნენ, რომ მორალური პასუხისმგებლობა შეენარჩუნებინათ იმ სამწლიანი ეპოპეის წინაშე, რომლის ავანსცენაზეც იდგნენ და ჰეროიკული სულისკვეთებითაც აღბეჭდეს საქართველოს ისტორიაში. პარტიზანთა თუნდ 1-2 წევრის ზნეობრივი დაქვეითება თუ შეცდომები არა მარტო პირადად მათ სახელს შებღალავდა, არამედ ჩოლოყაშვილელთა მოძრაობას მიაყენებდა ჩრდილს. მით უმეტეს გარშემო უხვად მოიპოვებოდნენ საგანგებოდ ჩასაფრებული ადამიანები, ოღონდაც შეფიცულთათვის რაიმე ცდომილებაზე წაესწროთ, თორემ გაბუქვა გაზვიადება მათი ხელობა გახლდათ. ყოფილ მთავრობას მიაჩნდა, რომ აგვისტო-სექტემბრის მარცხით ჯერ ყველაფერი სულაც არ დასრულებულიყო და ოდესმე დადგებოდა ჟამი ისტორიის ჩარხის შემოსატრიალებლად. ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და მის რაზმელებსაც ასევე მიაჩნდათ და კიდევ უფრო მეტი მხურვალებით. დროებით გამოვრიდებულ ვართ ხელჩართულ ბრძოლას, თორემ ის ჟამი როგორ არ დადგება, ისტორიის ჩარხს კვლავ ენერგიულად მოვებღაუჭოთ შემოსატრიალებლადო. და რა გასაკვირია კვლავაც, რომ მწვავედ შეჯახებოდა ერთმანეთს მათი ინტერესები. ხევსურეთის ამბოხებისას ვერ დაიმორჩილეს ქაქუცა და შეფიცულნი, ვერც 1924 წლის აჯანყებისას მოაქციეს საკუთარ გავლენაში. დაზარალებით კი ძალიან დააზარალეს პარტიზანული მოძრაობაც და ქვეყანაც, მაგრამ დაზიანება აღკვეთა დამორჩილებად როდის თქმულა. რა იცი, იმ მოსალოდნელი ჯანყისას ქაქუცა ჩოლოყაშვილი კვლავ დასხლტომოდა მათ ხლართებს. თითქოს ბოლშევიკური ხლართებისაგან თავდაღწევა აკლდა. მათი იდეური ძმებიც მოსაგერიებელი რომ არ გახდომოდა. ამიტომაც იჭერდნენ წინასწარ თადარიგს. იქნებ პარაგვაიში გადაესროლათ რაზმელები, იქნებ პარიზში მაინც არ შეეშვათ და მარტოდ დაეტოვებინათ ქაქუცა თავისი დიდი სახელის ამარა. ეს ცოტას არ ნიშნავდა ცხადია, ამ შარავანს აშკარად წაეჭარბებინა ყოფილი მთავრობის გავლენისათვის, რაც მკრთალად ღაბჟუტავდა ქაქუცას ჰეროიკული სახელის ფონზე. მაგრამ თუ თანამებრძოლები შემოეფანტებოდა, ძალაუნებურად მოექცეოდა სოციალ-დემოკრატთა აგენტურულ ქსელში და რა ცნობებს მიაწვდიდნენ, სარაოდ წააქეზებდნენ თუ გაუთავებელ მოლოდინს ურჩევდნენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ასეთ მიმდო პიროვნებათათვის განსაკუთრებით სახიფათოა თვალთმაქცების გარემოში მოხვედრა.
ჯერჯერობით ვერ მიეღწიათ თავიანთი მზაკრული განზრახვისათვის. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია.